მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო მშვიდობიან დღეს და მომავალს გიხსურებს სრულიად საქართველოს და დღეს თქვენთვის სტუდიაში ვიმუშავებთ მე და ბატონი მიხეილ მამიაშვილი ჩვენ ბატონო მიხეილ ძალიან დავივიწყეთ როდესაც ენა გადაცემაშიც აღნიშნეთ ძირითად თემებზე საუბარი რომ უნდა გავაგრძელოთ რასაც ქვია პროკურატურის საპროკურორო სამართლიდან ცალკეული დებულებებისა და ცალკეული ინფორმაციების მიწოდება საზოგადოებისთვის. მაგრამ ამას გამართლება აქვს. იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ჩვენი გადაცემები არა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა, მას შემეცნებითი დატვირთვაც აქვს და საზოგადოებას ბუნებრივი აინტერესებს მიმდინარე მოვლენები და სწორედ ჩვენ აი ამ მიმდინარე მოვლენების სამართლებრივ ანალიზებს უნდა შევჩერდეთ. და სწორედ ამიტომაცაა რომ დღეს საზოგადოებას არაერთმა დამირეკა ყოველ შორის მკითხეს რას ნიშნავს ის კანონი რომლის მიღებასაც ჩვენ ამერიკის მსგავსად ვაპირებთ საქართველოში აქ საუბარია ამერიკულ ფარაზე ეს შემოკლებული დასახელება ამ კანონის სინამდვილეში ეს არის 1938 წელს მიღებული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. აი რა არის მოკლედ ამ აქტის არსი, რა მიზნით შეიქმნა იგი და რა ფუნქციების განხორციელებას შეუწყობს ხელს და როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში. ამ აქტის მხედველობაში მაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული ამერიკული ფარა, მოკლედ ასე დავარქვათ, ამ აქტის მიღების გაცხადებული მიზანი იყო ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაეშვა თავის ქვეყანაში უცხო სახელმწიფოთა გავლენა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე დემოკრატიულ პროცესებსა თუ საზოგადოებრივ აზრზე ამიტომაც იყო რომ ეს კანონი ითხოვდა და ითხოვს უცხო ქვეყნის მთავრობებისა და სხვა უცხოელი მმართველების სახელით მომუშავე პირებისგან რომ გაამჟღავნონ საკუთარი ურთიერთობები უცხოელ მმართველებთან და უცხოელ სახელმწიფოსთან. ამასთან მიაწოდონ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. ხოლო ვინც თავს არიდებს დარეგისტრებას ან და არ მიაწვდის ინფორმაციას ან და მიაწვის ინფორმაციას მაგრამ არასწორი ინტერპრეტაციით ამან შეიძლება გამოიწვიოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გასვლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამ კანონის მიღებასთან, ანუ უпроსტորად გადმოღებასთან, რასაც ჩვენ სამართლის ენაზე რეცეფციას ვეძახით, ასთა სხვადასხვაობა წარმოშვა საზოგადოებაში. არ არის დასამალი რომ ზოგს მოსწონს ეს კანონი, ზოგი კიდევ წინააღმდეგია. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მე დავინტერესდი იქ არსებული სტატისტიკით, ეს კანონი თითქმის 80 წელია უკვე მოქმედებს ბატონო მიხეილ როგორც მოგესალმებათ 38 და სულ რამოდენიმე წელიწადში გავა 80 წელი ამ ხნის მანძილზე იშვიათად ხდებოდა მისი გამოყენება. ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია ოფიციალურად გაჟღერებული ნაკლებია, მაგრამ მისი გამოყენება რო ხდებოდა და ხდება, ამაში მე ეჭვი არ მეპარება და არც თქვენ გეპარებათ ეჭვი, რატომ? იმიტომ რომ ახლა ჯერ ერთი რატომ არ ხდება ამის აფიშირება და რატომ არა ბევრი მაგალითი ვთქვათ ამ კანონის გამოყენებისა ის არის რომ გარკვეულად ამ კანონის მოქმედება წინააღმდეგობაში მოდის ამერიკის კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან სიტყვისა და ასოცირების თავისუფლებასთან დაკავშირებით, ხო? არ შეიძლება ერთდროულად გამოხატვის თავისუფლება, ანუ სიტყვის და ასოცირების თავისუფლებაზე იყოს მსჯელობა და სახელმწიფო იყოს ამაზე ორიენტირებული და მეორე მხრივ მოწმდებოდეს და კონტროლდებოდეს თქვათ ვინ საიდან და რა მიზნით ფინანსდება. თუმცა როგორც აღნიშნეთ, ეს კანონი დღემდე მოქმედია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ამერიკისთვის ყველაფერზე მაღლა ამერიკის ანუ ქვეყნის ინტერესების უსაფრთხოება დგას. ესე იგი ზემოთქმული ცხადყოფს რომ ფარა უბრალოდ გამოვლენისკენ მიმართული კანონმდებლობა კი არა, ანუ იმის გამოვლენისკენ მიმართული კანონმდებლობა კი არა, ვინ ფინანსდება და რა მიზნით ფინანსდება, არამედ იგი ქვეყანას ეხმარება კიდეც კონდაზვერვის ფუნქციების განხორციელებაში. ახლა ინფორმაცია რომ მიიღო შესაბამისმა სტრუქტურამ
თქვათ, ვინ არის, ვისგან მართული, დაფინანსებული, ეს ინფორმაცია რომ კონდაზვერვის ფუნქციის მატარებელ სამსახურებს გაეგზავნება, ამაში მგონი ეჭვი შეიძლება ყოლო ბავშვმა თუ შეიტანოს. ესე იგი, რა ხდება, იცი, საინტერესო რა არის? აი, როდის გამოიყენება ეს კანონი, ეს გაცხადებული მიზანია ამ ამერიკული ფარასში. აი, თუ რომელიმე ქვეყანა გამოყოფს გრანტს კონკრეტულ ქვეყანაში, მაგალითად დემოკრატიის განვითარებისათვის. თქვათ, ადგილობრივი საზოგადო ორგანიზაციების განვითარებისთვის. მაგრამ ფარულად მიაყოლებს ინსტრუქციას, რომ ეს თანხა იმისთვის კი არ იქნეს გამოყენებული, რაც გაცხადებულ მიზანშია ნათქვამი, არამედ იმისთვის, რომ აქ მომზადებული კადრები მერე მოხვდნენ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებში, ხო? საზოგადოებრივ აზრის ფორმირებაზე მოახდინონ ზეგავლენა და ასე შემდეგ. ხედავთ, რამხელა საინტერესო ფუნქციებია და ახლა აი ვისაც არ მოსწონს საქართველოს სინამდვილეში. მე ერთი რამ მინდა შევახსენოთ ელემაყურებელს და თქვენ და მე ამაზე არაერთის გვისაუბრია. ჩვენს მიერ ჩვენს ქვეყანაში დაანონსებული მისაღებად თუ მიღებული კანონები გაცილებით უფრო ლოიალური და რბილი იყო, ასე ვთქვა, დავარქვათ, ვიდრე სხვა ქვეყნებში და მათ შორის ამერიკის შეერთებაში. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ და ხასიათებდით კანონმდებლობას, ქართულ კანონმდებლობას, ვაკეთებდით შედარებებს. მის დადებით და უარყოფით მხარეებს, რითი გავს, რითი არ გავს სხვა ქვეყნის კანონმდებლობას და რა აქვს უცხოურ კანონმდებლობას, მისი შესრულების უზრუნველყოფად საყოფად მეტი გარანტია. აი რაში გამოიხატება ეს? და ისე აგიხდეთ ყველაფერი, რომ არ მოსწონდათ გამჭვირვალეობის შესახებ კანონის ის ვარიანტი, რომელიც ამ კანონთან შედარებით, რა თქმა უნდა, საგრძნობლად ლოიალური იყო, მაგრამ მათ დაავიწყდათ ქართული ანტას, რომ უფასო ფული სათამოში. ანუ თუ იღებ დაფინანსებას და ამ დაფინანსებას თუ ინსტრუქციები მოყვება, რომ ეს გამოყენებული იქნეს სხვადასხვა მიზნებით, მაგრამ არა იმ მიზნით, რაც არის გაცხადებული ოფიციალურად, ასე შემთხვევაში პასუხისმგებლობასაც არ უნდა გაურბოდეს ადამიანი. ნუ მოგწონს თუ არ მოგწონს, მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ისეთი ტრადიციის ქვეყანა ვართ, რომელსაც ქონდა ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის კანონმდებლობის ესე იგი შექმნის არაჩვეულებრივი ტრადიცია, ხო? კოდექსებს ქმნიდა ჩვენი ხალხი. მე-11 საუკუნეში ბაგრატ კურაპალატის სამართალი კმარა ამისთვის, შემდგომი პერიოდის ვახტანგ მეექვსის და სხვა სამართლის კრებულებები და ასეთ ქვეყანაში რომ საქმე იქამდე მიგვივიდა, რომ ჩვენ უცხო ქვეყნიდან უნდა გადმოვიტანოთ ამა თუ იმ ქვეყნის საკანონმდებლო აქტები თან ისე რომ მერე ცილი არ დასამონ თქვა და რაღაცაში არ დაადანაშაულონ ის სიტყვებიც კი არა რომ ამერიკის შეერთებული შტატები კონგრესი და ამ შემდეგ რა სახის ინსტიტუტები ჩვენ არ გაგვეშლია ეს ნიშნავს იმას რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის ესე იგი მე ჩემი აზრით თქვი და წარმოგიდგინეთ ამერიკული ფარა თქვენ მეთანხმებით თუ არა იმაში რომ ეს კანონი ამერიკის სინამდვილეში ხელს უწყობს კონდაზვერვითი ფუნქციების განხორციელებას. 200 არ არსებობს. და კიდევ როგორ მოგწონთ? ის ამბავი რომ ჩვენ გაცხადებული კონტინენტური ევროპული სამართლის ქვეყანა ვართ და ვიღებთ საერთო სამართლის ქვეყნებისთვის დამახასიათებელ კანონმდებლობას. ამაში თქვენ უხერხულობას სულ ცოტას ვერ ხედავთ? ბატონო თემურ, აი ამ საკითხზე, როდესაც აი ხალ გაიჟღერა, ხო? დავფიქრდი, ჩვენი კანონმდებლობა რომელი მოდელისაა? ანგლო-საქსურის თუ რომაულ-გერმანული სამართლის მოდელის? თუ გადავხედოთ ბატონო თემურ, კანონმდებლობას, ხო? სამოქალაქო სამართალი მოგეხსენებათ უფრო რომაულ-გერმანულია. იყო ბატონო მიხეილ. იყო, მაგრამ ის ახალ-ახალი ხარდაჭერის ინსტიტუტი, თქვა, კომანდის მსგავსად შემოდის. სასამართლო ერთვება იმაში, რომ თქვა თუ აქამდე ქართულ სინამდვილეში არასრულტომის ერთადერთი კანონიერი წარმოადგენი მისი მშობელი იყო და მას შეეძლო დაედო გარიგებები არასრულტლოვანი სახელით, დღეს საჭირო გახდა
სასამართლოს თანხმობის მიღების აუცილებლობა. ეს, ის ინსტიტუტებია გადმოღებული, რაც მისაღებია და არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ავიღოთ ახლა სისხლის სამართლის კოდექსი. სისხლის სამართლის კოდექსი ეს წმინდა წყლის რომანულ-გერმანული. რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მოგახსენებათ, რომ ფაქტიურად ეს არის რეცეპცია. არის როგორც ანგლო-საქსონური, ისე რომანულ-გერმანული და აგერ ჩვენ გავაშკერეთ წინა გადაცემებში, რომ რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგოჩენოს, არის ასევე რუსული. ეხლა აქედან გამომდინარე, რუსი პროფესორი იყო ჩამოყვანილი თავის დროზე, რომელმაც შექმნა, ხო? პროცესი. მიტროხინი იყო. მიტროხინი იყო, მე მგონია. თუ პეტროხინი. პეტროხინი იყო, პეტროხინმა დაწერა ეს წინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ასე რომ თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, რომ ფაქტიურად ჩვენ გვაქვს იმხელა ტრადიციები, რომ ჩვენ თვითონ შეგვეძლო, რომ აი ნებისმიერი კანონმდებლობა შეგვემუშავებია, მაგრამ ასეა თუ ისია, ყოველ შემთხვევაში ის რაც შემოგთავაზა მმართველმა აგერ პარტიამ ფარას კანონის სიტყვით აგერ რეცეპცია, ეხლა მართალი ბრძანდებით, ეხლა ამ შემთხვევაში უფრო ლუალური იყო გამჭვირვალობის კანონი, ვიდრე ეს შედარება არ შეიძლება. შედარება არ შეიძლება. გარდა ამისა, აგერ ნებისმიერ დროს, როდესაც თუ მიიღებენ თქვათ ფარას და რაიმე გამჟღავნდება თუ რა მიზნებისთვის მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს ფული და ან გარკვეული თანხა, ამას რა თქმა უნდა უყურადღებოდ არტოვებს კონტაქტსერვა და ასე რა, იმიტომ რომ ფაქტიურად სახელმწიფო აგებულია, სახელმწიფო ისეთნაირად არის აგებული. როგორც კი დარეგისტრირდება, მასზე იწყებს უკვე მუშაობას სხვადასხვა სტრუქტურებთან. ეს კანონი იმ სტრუქტურების დაინტერესებას ამათი საქმიანობით ვინც ფულს იღებს, ლეგიტიმურს. რა საკურველი? აი ეს არის. ხო და აქედან გამომდინარე. შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს ზოგიერთი საქმე, ზოგიერთი არ ამოვიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ მუშაობს. რა თქმა უნდა, თან კიდე ახლა მართალი ბრძანდებით იმაშიც, რომ ფაქტიურად იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფაქტიურად ყველაფერს წვეთ სასამართლო. სასამართლო ძალიან დიდი უფლებამოსილება გააჩნია. იქ კონტროლის ფუნქცია, კანონის კონსტიტუციურობაზე ვინ ახორციელებს? სასამართლო ახორციელებს და არა საკონსტიტუციო. არა მაგალითები, ბატონო ჩემო. აგერ მოაწერა ხელი კანონ პროექტებს, კანონებს თუ თქვათ რეგულაციებს. განკარგულებებს, ტრამპმა, პრეზიდენტმა ტრამპმა, მაგრამ აგერ სასამართლომ დაბლოკა ეს ბრძანებულება თუ რაიმე საკანონმდებლო. რომელიც უძავდა გარკვეულად თქვათ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ხო და აქედან გამომდინარე, იქ სხვანაირი რეგულაცია კანონმდებლობის, აქ სხვანაირი რეგულაცია. ბოლო რა გააკეთო, იცი მე უბრალოდ რას ვფიქრობ, უნდა იყოს ან ანგლო-საქსონური ან წავიდნენ კანონმდებლობით ანგლო-საქსონურისკენ, ან საერთო სამართლის ოჯახში გადავიდეთ. ან კიდევ რომანულ-გერმანული სამართლის მოდელი ავირჩიოთ. ეს უფრო უპრიანია, ვიდრე აგერ მიღებული იქნეს ისეთი კანონები, რომელიც თქვათ ანგლო-საქსონურია, ჩვენ კანონმდებლობას არ შეესაბამება და რა ვიცი, აბა მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები შეიქმნება, აი როდესაც ამოქმედება, ну რა თქმა უნდა მიიღებენ, მაგაში მე არ მეპარებ ეჭვი, ფარას მაგვარს უბრალოდ ფარას ასლს და ეხლა როგორ განხორციელდება და რანაირად ეს უკვე პრაქტიკა უნდა დაგვანახოს. ახლა რასაც ვისმენთ, თქვათ მოწინააღმდეგების პოზიცია მინდა ამ შემთხვევაში გავაჟღერო. იქ რომ მუშაობსო, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იმუშაოსო. ამ კანონის ლეგიტიმური მიზანი თითქოს და არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ეს, მაგრამ რომ არსებობს, ეს დაადასტურა ამერიკის შეერთებულმა შტატების ოფიციალურმა ხელისუფლებამ, ხო სწორია? მან თქვა,
რომ ისო ორგანიზაციებიო, რომლებიცო ჩვენს ქვეყანაშიო ფინანსდებიანო, ბიუჯეტიდანო, სახსრებიდანო, ხო, ამომრჩეველთა ფულიდანო, უცხოეთის ქვეყნებშიო არ იყვნენ დაკავებული იმ საქმიანობით, რომელიც შედიოდა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. და იქვე მიაყოლეს, რომ ეს თანხებიო ხმარდებოდაო სხვადასხვა ქვეყნებშიო, ვითომ დემოკრატიის განვითარების მიზნით სახელმწიფოში არასასურველი ხელისუფლებების შეცვლას, ხო? თუ ეს ასია, მაშინ ლეგიტიმური მიზანიც გამოკვეთილია, ხო? და ამას არ ჭირდება მოძიება საქართველოს სინამდვილეში, გეუბნება ის ქვეყანა, ვინც ძირითადი სპონსორი იყო ამ გრანტებისა თუ თანხებისა, რომელიც საქართველოს შემოდიოდა. მიზანს გეუბნება, მიზანი აგერ უკვე გააშერა და ასეთ პირობებში ახლა იმის თქმა, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ, ეს იქნება კედელსაც ცერცვი შეყრა და მას არანაირი შედეგი არ შეიძლება მოყვეს. თუმცა ერთი რამ არის, ხოლმე ძალიან საინტერესო მომენტია, ჩვენ აღვნიშნეთ მოკლედ, მაგრამ ახლა ცოტა უფრო გავშალოთ ეს თემა. ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ამ კანონის მიღებამ ამერიკის როგორც აღვნიშნე კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან სიტყვისა და ასოციაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით აი წინააღმდეგობა შექმნა, ხო? აი როგორ უნდა მოწესრიგდეს? ის უნდა მოწესრიგდეს იმდაგვარად, როგორც წესრიგდება, თქვათ, არსებული სიტუაცია საქართველოში. ერთის მხრივ კონსტიტუციით აღიარებულია პატივისთავ უფლება, ხო? ხელშეუვალი უფლება. ადრე პატივთან ერთად იყო ღირსებაც, ხო? ღირსება ხელშეუვალი. ადრე პატივიც იყო ხელშეუვალი უფლება, ხო? მაგრამ ამავე დროს არსებობდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ხო? თუ აი როგორ უნდა მოხდეს ამ ორი კონსტიტუციით დაცული სიკეთის თანაარსებობა ისე რომ არც ერთი უფლებაც დაიყვეს და არც მეორე, აი ეს ხელოვნება. ეს კრიტერიუმები უნდა შეიმუშაოს საერთაშორისო სასამართლოებმა, მათ შორის ევროპის სინამდვილეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. და მეტნაკლებად ისეთი კრიტერიუმებია შემუშავებული და ჩვენ ამაზე არაერთის ვისაუბრია, როგორ შეიძლება ამათი თანაარსებობა, რომ არც ერთი იყოს დარღვეული და არც მეორე, რომ ახლა ამაზე ჩვენ არ განმეორდებით. თუმცა საფრთხე იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ყველაფერს ხსნის ერთი რამ, რომ იქ სასამართლოებს აქვს ძალიან მაღალი უფლებები. ლეგიტიმაცია აქვს მაღალი. ხომ არ დადგა საკითხი? ყველაფერი ვიდან გამომდინარე რაც ხდება? რომ ჩვენი მოსამართლეები აი ამ კარჩაკეტილის ხოვრებიდან, კარჩაკეტილს რატო ეძახი, იცით? ჩვენი მოსამართლე შემოზღუდულია, შემორაგულია კანონებით, ხო? მას თავისუფლების ის ფარგლები არ გააჩნია, რაც მოსამართლეს გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ კანონმდებლობის თანახმად მათ ბევრი რამის უფლება. შეუძლიათ ისარგებლონ კანონით, შეიძლება ისარგებლონ პრეცედენტული სამართლით, ხო? ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთან იმხელა კოდექსებია შექმნილი, რომ თითეული მუხლი პოემას გავს იმხელა მოცულობით, ხო გამიგე რომ რაიმე რომ არ გამორჩენოდა სახელმწიფოს და სასამართლოს არ მიცემოდა რაიმე სფეროში დამოუკიდებლად მოქმედების შეძლება, ამიტომაც იქნებოდა ასეთი კონკრეტული სახსიათის კონსტიტუცია კოდექსები. ხო და ასეთ პირობებში, როდესაც უფლება არ აქვს მოსამართლეს და გამოდიან გარკვეული ადამიანები, მე მესმის მათ, ისინი იურისტები არ არიან. მაგრამ ის ადამიანებიც კი, რომაც უნდა იცოდნენ, თუ როგორი კანონმდებლობა არსებობს ამერიკაში მოსამართლეთა თავისუფლებასთან დაკავშირებით, ისინი უკავშირებენ მოსამართლეებს, რომ ესე იგი კანონზე მაღლა დადგენ და მიიღონ გმირული გადაწყვეტილებები, ხო? აბარა. მე არ ვიცი, რა იქნება, როგორ იქნება, აზრის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ ის რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იქნეს უწინარეს ყოვლისა დაცული, ამას გვასწავლიდნენ და ჩვენმა წინა გადაცემამაც დაადასტურა, ხო გახსოვთ? თქვენ წარმოიდგინეთ საბჭოთა პერიოდში და საბჭოთა პერიოდის შემდგომშიც, როდესაც ეროვნული ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, სისხლის სამართლის განსაკუთრებული ნაწილი იწყებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებით. გააკეთეს რა. ანუ ახლა უყურეთ, ახლა ძალიან საინტერესო, ესე იგი ცინიზმი არ არის? ეს გადავიტანეთ სადღაც ბოლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ამოვიღეთ კოდექსიდან სამშობლოს ღალატი, ხო? კი. ესე იგი განსაკუთრებული ნაწილი დავიწყეთ პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებად და
ამ დროს არსებობს კიდევ უტრიალებ მე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის 191 ბრძანება დამტკიცებული პრინციპები, ზოგადი პრინციპები, სადაც ნათქვამია, რომ პროკურორმა ინდივიდის ინტერესები კი არ უნდა დაიცვას, უნდა დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები. ესე იგი, როცა გჭირდება თურმე სახელმწიფოს ინტერესია პრიორიტეტი და ქვია, როცა არ გჭირდება და აგერ ჩანს რომ არ გჭირდება, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები გადატანილი გაქვს. სადღაც ისეთ ადგილზე სპეციალურად თუ არ მოინდომა ადამიანმა შეიძლება ვერც მიიღოს. და კიდევ რაზეც მინდა 2 წუთი თქვენი ყურადღება შევაჩერო, ჩვენ კი ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა. აქ საუბარია პირად არაქონებრივ უფლებებზე. და აი ამ თემასთან კვეთაშია სხვადასხვის აი ამ ამერიკულ ფარასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც გამოითქვა ეჭვი, ამან შეიძლება თქვათ ხელყოს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება ამერიკის შეერთებულ საქართველოში. ნუ ახლა მოდი ჯერ ამერიკაზე ვისაუბროთ და აღნიშნოთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატები სულ რამოდენიმე საუკუნე არსებობს, ხო? და თქვენ წარმოიდგინეთ ეს უბრალოდ მე-17 საუკუნიდან ევროპიდან მიგრებულმა ადამიანებმა შექმნეს ის საზოგადოებრივი ერთობა, რაც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავიდან ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებს სულ რამოდენიმე შტატი იყო, ხო? მერე გაიზარდა მათი რაოდენობა, თავიანთი კანონმდებლობა არ ჰქონდა და ეს ადვილად აიხსნებოდა. რატო? აქედან ევროპიდან წასულმა ადამიანებმა განსაკუთრებით ინგლისელებმა თან წაიღეს თავიანთი ქვეყნის კანონმდებლობითი ტრადიციები და ეს ადვილად მოერგო იმ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ეს გაგრძელდა 1887 წლამდე. 1787 წლამდე. ახლა 1787 წლის 18 სექტემბერი გარდამწყვეტი მომენტია, გარდამტეხი მომენტია ამერიკისათვის. ვინაიდან მიღებული იქნა ამერიკის კონსტიტუცია, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა სამართლებრივი სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიმდინარე კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე სასამართლოებს მისცა კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ანუ ის რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ამერიკის პრეზიდენტს აგერ ლამისა თავში ჩაარტყას, რა ქვია, მოსამართლე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც პომპეზურად აწერს ტრამპი, ხო? გარშემორტყმულია თავისი ამალი, ძის და იმ ხელაზე აწერს, ხო? 9 საათი ჭირდება ლამისა მისი ხელმოწერის დაფიქსირებას. ესე იგი უუქმებს. ყოვლის შემძლე ამერიკაში პრეზიდენტი არ არის. ყოვლის შემძლე არის მისი უდიდებულესობა, ამერიკის ხალხი და ამერიკის ხალხის მიერ მიღებული კანონები. აი ეს არის ყველაზე მთავარი და ის კანონი, რომელიც მოსამართლეს აძლევს ასეთ თავისუფლების უფლებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველთვის ექცეოდა პირადი არქონებების დაცვას. ახლა აი ამ თემასთან რა კავშირი შეიძლება ამას ჰქონდეს? ხო შესაძლებელია რომ გავრცელდეს ინფორმაცია, რომ ესაც თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ ესაც თუ ის პირი ფინანსება უცხოეთიდან აიყენებს გამოყენებელ თანხას არა თქვათ გაცხადებული მიზნებისთვის, რომ თქვათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოხდეს ორი მიმართულებით, არამედ იმისთვის, რომ მომზადდეს არასასურველი ხელისუფლების, სასურველი ხელისუფლების ჩანაცვლება და ასე. აი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მომენტი. ის რომ დიფამიციის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან დიდი და სერიოზული ნაბიჯები გადადგა. კი ბატონო, სიტყვის და ინფორმაციის ასოცირების თავისუფლება კონსტიტუციის პირველი შესწორებითა და სხვა შესწორებებით ნებადართულია და მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ 1964 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს კანონი ცილისამების წინააღმდეგ საბრძოლველად. რა არის საქმე იმაშია, რომ ამ კანონმა იმის კონსტიტუციალიზაცია მოახდინა, რომ თუ ადამიანის პატივი და ღირსება შეილახა ცილისამებით ან სხვა დიფამიციური ხასიათის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში პირს მიეცა უფლება რომ მოითხოვოს მიყენებული ზიანის კომპენსაცია ფულადი სახით. ესე იგი 1964 წლიდან. მე კიდევ ძალიან საინტერესო რამ არის. ახლა მე რახან მქონდა საუბარი არ შეჩერდები დეტალურად, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში როდესაც მოქალაქეების უფლებებზე ვსაუბრობთ, იქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ
პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს პიროვნების მიმართ ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიც არის მშიშარა, თაღლითი, ცისფერი, ნაცისტი, ფაშისტი, ხოლო ფაშისტი ვისაუბრე და იცი. მეკთამე, ჩამწყობი, საყვარელი, მეძავი, მლიქნელი და თქვენ წარმოიდგინეთ ზარმაციც კი. ახლა ვის ევალება და როგორ არის როლები განაწილებული, ვინ რა უნდა ამტკიცოს. მოსარჩელეს უნდა ამტკიცოს, რომ ადგილი ჰქონდათ ცილისამებულის ცნობების გავრცელებას. მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ინფორმაცია არ ყოფილა მის მიზანს არ და ცილისამებული ან დიფამაციური ხასიათის არ არის. ასევე მოსარჩელეს კანონი აძლევს უფლებას, რომ თვითონ განსაზღვროს მიღებული ზიანის საკომპენსაციო თანხის ოდენობა, αλλά სასამართლო დაითანხმება თუ არა ეს სხვა თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ნიშანი, რომ ჩვენთანაც მოსარჩელე, ანუ ის პირი, ვისაც მიაჩნია, რომ მისი პატივი და ღირსება შეელახა და სხვა პირები არ კონკრეტები, ის არის უფლებამოსილი, რომ დააყენოს რა რაოდენობის თანხა უნდა მისცეს მას მოპასუხე. ახლა საინტერესო ისიც არის, რომ აი კიდევ ერთხელ უტრიალებდა ენაზე მათგანს იმ ადამიანების გვარსახელები, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ სხვა ამერიკაში და სხვა ქვეყნებში თურმე თანამდებობის პირი თუ არა საჯარო სამსახურშია დასაქმებული პირი, მათ არანაირი უფლება არ აქვს და უნდა ითქვინონ თვენის ვალდებულება გააჩნიათ. ანუ უსაზღვრო თვენის ვალდებულება გააჩნიათ თვითონ. ეს ასე არ არის ბატონო. თუ გავრცელებული ინფორმაცია მოხდა ინფორმაციის გავრცელება ბოლოტი განზრახვით. ან თუ პირი თავად დარწმუნებულია იმაში, რომ მაღალი ალბათობით ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს ის მუშაობს თუ არ მუშაობს თანამდებობაზე და თუ მუშაობს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხება, მათ უფლება აქვთ მოითხოვონ პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვინც მათ მიმართ სინამდვილური და სხვა დიფამაციური ხასიათის ინფორმაციები გაავრცელა. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ახლა რაც მე თქვენ გითხარით, ავტორის სტატიისთვის, სადაც ავტორი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ფეხბურთის ერთ-ერთმა მწვრთნელმა თამაში ჩააწყო. მასობრივი ინფორმაციის საშუალებას დაუშვდა 460,000 ამერიკული დოლარი. კიდევ უფრო შტამბეშტავი თანხა 34 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო კომპენსაციის სახით პროკურორმა, რომლის მიმართაც მასმედიაში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ამტკიცებდა, რომ მან კოლეჯის 2 სტუდენტის მიმართ აღზრული სისხლის სამართლის საქმე მიაჩუმატა. ხედავთ? ხოლო სტატიისთვის, რომელშიც საუბარი იყო პოლიციისა და პროკურორის მხრიდან ყველობის საქმის არასრულყოფილ გამოძიებაზე, მასმედიას დაიკისა 456,000 ამერიკული დოლარის გადახდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფორმაცია თუ გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. აი ამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იმ შემთხვევაშიც ეკისრება სერიოზული პასუხისმგებლობა. შეზღუდვამდეც კი თუ შეცდომით მოიხსენიეს პირი, თქვათ, იმ ქმედების ჩამდენად, რაც მას არ ჩაუდენია და ამის გამო ეს პიროვნება უარყოფით პერსონაჟად აღიდგა საზოგადოებაში. კი ბატონო, ყველაზე რეალური ფორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში აი მიყენებული ზიანისთვის ანაზღაურების ფორმა არის კომპენსაცია, ფულად თანხა. მაგრამ 33 შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან საინტერესო რამ არის, მაგალითად ორიგონის შტატში. თუკი მიაჩნია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა პიროვნების, მათ შორის საჯარო მოხელის და თანამდებობის პირის სახელგამტეხი ინფორმაცია, პირს აქვს 20 დღიანი ვადა, რომ მიმართოს ამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებას. ის თავის მხრივ 2 კვირის მანძილზე უფლებამოსილია კიდევ ერთხელ გადაამოწმოს, აბა რამდენად სწორად გავრცელდა ეს ინფორმაცია. და თუ მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, ხო? მაშინ მასობრივი ინფორმაციის საშუალება რას აკეთებს? რას აკეთებს და მიმართავს უარყოფას გამოაქვეყნებს
მონანიების სახით გამოვა ბოდიშის ანუ ბოდიშის მოხდა საქართველოს გარდა ყველა ქვეყანაში მიღებულია და სწორედ ამის გამოც ვაკეთებ მე ამაზე. ორიგონა შტატში კი ბატონო ჩახედოს ის ვისაც ჩემი გამოსვლა არ მოსვანს ამ შემთხვევაში და აი ნახეთ როგორ არის თვით გაცხადების ტექსტში აი ამ საინფორმაციო საშუალებამ უნდა აღნიშნოს რომ იგინანიებს თავის საქციელს მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით. მაგრამ მითებულ ვადაში მოპასუხე თუ არ გამოაქვეყნებს გავრცელებულ ცნობათა უარყოფას და ბოდიშს არ მოიხდის, მოპასუხეს დაიკისრება არა მხოლოდ მორალური ზიანის, ანაზღაურება კომპენსაციის სახით, არამედ საჯარიმო თანხის გადახდას და ეს საჯარიმო თანხა არ იქნება ახლა ნახეთ რა თანხებზია აქ ლაპარაკი. ამასთან გავრცელებულ ცნობათა უარყოფათა ბოდიშის მოხდა, მხოლოდ აამცირებს მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხას და არ ანთავისუფლებს მოპასუხეს მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურებისაგან. ხლა როგორც ხედავთ და კიდევ რაც მინდა ხლა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმოადგენა გამოვიდნენ რომ აი მათ მუშაობის საშუალება არ მიეცემათ თუ ეს კანონი ამოქმედებს. ჩვენთან სასათბურე პირობები აქვს შექმნილი ჟურნალისტებს. ხო, ეს absoliut ბუნებრივია. მათ არ ჭირდებათ კანონის სიღრმეების კვლევა. მაგრამ, როდესაც ეს და სხვა მსგავსი კანონები ამოქმედება, ჭეშმარიტად ჟურნალისტის საქმეს მოიგებს ამით, ხო? დაფასდება კეთილსინდისიერი, მუშა ჟურნალისტი, რომელიც ისე მიაწვდის სასურველ ინფორმაციას საზოგადოებას, რომ ამით არ თვითონ დაზარალდება, არც გამომცემლობა დაზარალდება და არც ის პიროვნების უფლებების იქნება დაცული, ვის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნდა. აი ჩვენს ქვეყანაში ერთი ძალიან სერიოზული ხარვეზია კიდევ რა, რომ კანონი არ ავალდებულებს პირიქით, კანონი უფლებას აძლევს საინფორმაციო საშუალებას, რომ არ დაასახელოს წყარო, საიდან მიიღო ინფორმაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონებო, ჩემო ძვირფასო ჟურნალისტებო, ამ შემთხვევაში ჩვენო კოლეგები არიან, ხო? ამერიკაში ასე არა. და ეს უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ მომავალ საქმიანობაში. თუ ვერ ამტკიცებ სხვა საშუალებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალება მყოფ მხედველობაში, მაშინ მას კანონი პირდაპირ ავალდებულებს და ასახელოს ინფორმაციის წყარო და წინააღმდეგ შემთხვევაში რეპორტიოს ინფორმაცია ჟურნალისტს ემუქრება სერიოზული სასჯელები თვით დაპატიმრებამდეც კი. ახლა სამართლებრივი წესით არიჯება შეცდომა და შეურაცხყოფა იჯება. თუ დასაშვებს სხვა არ სცილდება, აი შეურაცხყოფა გითხარით პოლიციის მუშაკი მოიხსენია ფაშისტის სახელით, ხო? და 5 წლის თავისუფლების საქმეთა შეუფარდა მას სასამართლომ. და აი რამ განაპირობა კიდევ ერთხელ უძიალებ მე 1938 წელს ამერიკის კანონის მიღება, რომლის გადმოტანასაც ჩვენ ვაპირებთ. ეს არის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, ანუ ამერიკული ფარი. ამის მიღების აუცილებლად დადგა ჯერ კიდევ 1918 წელს. ახლა საქმე რაშია? ამერიკის შეერთებულ შტატებში ვინმე აბრამსი, პრაივერი და შენკი გაასამართლეს ომის საწინააღმდეგო გამოსვლებისთვის. რისთვის? იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული იმ პერიოდში არსებული ზოგადი დოქტრინის მოთხოვნები დაარღვიეს. ეს ზოგადი დოქტრინის დასახელება რა იყო? აშკარა და რეალურად არსებული საფრთხის შესახებ იყო ეს დოქტრინა. აი ეს პირები მოუწოდებდნენ ხალხს 1918 წელს რომ შეგრებილიყვნენ და გამოსულიყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მიმართული იყო თქვათ რუსეთში ინტერვენციის გასამართლებლად. ხო გამიგე? ახლა წესის მიხედვით ომის პროპაგანდა უნდა იჯებოდეს, ხო? ამისთვის უნდა დაესაჯა და სინამდვილეში ეს ხალხი ითხოვთ, ბიჭო, არ გაგზავნოთ თქვენი ხალხი, არ დაეხმაროთ რუსეთში ომის საწარმოებლათო და ამისთვის დასაჯეს და ეს ახსნეს იმით, რომ ჩვენ დოქტრინა გვაქვს, ბატონო, აშკარა და რეალურად აფსენ საფრთხის შესახებ. სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება და თქვენ ამ სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებით. ახლა მოდით სიღრმეებში კიდევ ნუ გავალთ
რომ ჩვენ ატაკბრალდეს რომ ლობირებას უწევთ თქვათ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის მიღებას ქართულ სინამდვილეში, მაგრამ ერთამეს ვიწვით. რაც უფრო მეც ილაპარაკებთ საქმეში გაუცნობიერებლად ჩემო ძვირფასო კოლეგებო, მით უფრო მეტად გაუხსნით ხელფეხს ხელისუფლებას ისეთი კანონების მისაღებად, რომლის პირობებშიც რბილად რომ თქვა თქვენ მუშაობა გაგიზნელდებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი კანონები ქვეყანამ არ უნდა მიიღოს, ქვეყანამ კანონები უნდა მიიღოს, სუვერენულმა ქვეყანამ უნდა იარსებოს ისე როგორც საჭიროა, მაგრამ ხელისუფლებასაც შევახსენებ. ხელისუფლების წყარო ქვეყანაში არის ხალხი. და ხალხის დაკვეთით უნდა ხდებოდეს შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და უნდა ვიხსენებდეთ იმ საკანონმდებლო ტრადიციებს, რომელიც საქართველოს ისტორიულად ჰქონდა და არავითარ ნაკლები არ იყო. აი ეს იყო რაც მე მინდოდა მეთქვა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. თუ დაამატებდით. მხოლოდ ერთ ბატონო თემურ, ჩვენ დავიწყებთ იმის შესახებ საუბარი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოები ძალიან მაღალ ლეგიტიმაციას წარმოადგენენ. ამის დასტურია ისიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას ასრულებს უზენაესი სასამართლო. კი ბატონო, სასამართლო. ანუ ჩვენს ენაზე საერთო სასამართლო. ხო, და მაგის გარდა კიდევ საინტერესო ისიც არის, რომ აი ეს კანონმდებლობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ის კანონმდებლობა, რომელიც თქვა საქართველოსია, ერთმანეთისგან მაინც განსხვავდებიან, ისიც ერთ და იგივე არ არის. და არ არის გამორიცხული, რომ აი რომ მიიღებენ ფარას კანონს დაუშვათ, იგივე როგორც ერთ-ერთი როგორც იტყვიან, წინააღმდეგობაში აღმოჩნდეს ჩვენს კანონებთან. მე მგონი ეს რეალური იქნება. ხო, აი როგორ ჩაჭდება ეს ერთიან საკანონმდებლო პერანგში. აი ეს საინტერესოა. აი ეს ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. და მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში გააზრებულ მოქმედებასთან გვაქვს საქმე. და წინამდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. მაგრამ ჩემი პოზიცია თუ აინტერესებს ვინმეს, უნდა კონტროლდებოდეს თითოეული ჩვენთან განსაქმიანობა და იმ ადამიანების საქმიანობა მათ შორის, ვინც დაფინანსებას იღებს უცხოეთით. თუ კეთილი საქმეების, კეთილი განზრახვით მოდის ეს თანხმები, უნდა წავახალისოთ. ამის შესახებ უნდა იწერებოდეს პრესაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებშიც უნდა ჟღერდებოდეს ინფორმაცია და დიდი მადლობა უნდა მადლიერება უნდა გამოხატოთ იმ სახელმწიფოებისადმი, ვინც გვეხმარება. მაგრამ კიდევ ერთხელ კითხვა მევადება, ქვეყანას 33 ტრილიონზე მეტი ჰქონდეს ვალი და თანხებს ხარჯავდეს იმისთვის, რომ დემოკრატია განვითარდეს საქართველოში, თუ ამის უკან რამე სხვა მიზანი არ დგას, მე ცოტა ეჭვის საფუძველს მაძლევს. რა ვქნა, ეჭვიანი კაცი ვარ, მაგრამ თუ ამ ეჭვს გამიბათილებენ და დამარწმუნებენ საწინააღმდეგოში, მე უბრალოდ მივესალმები მათ. და ახლა გავაგრძელოთ რამოდენიმე პიროვნებაზე და პროკურატურის იმ უშაკების შესახებაც მივაწოდოთ ინფორმაცია, რომლებიც ჩვენი წარმოდგენით ნამდვილად არ იმსახურებენ და არ იმსახურებენ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობითაც მოხდა მათი წასვლა სამსახურებიდან და ზოგიერთი მათგანის წასვლა ამ ქვეყნური ცხოვრებიდანაც კი. მე მინდოდა ჩვენს რაც დავასახელეთ, სულ ჯერ მამაკაცებს ვასახელებ. ამაში შეიძლება შემოგვედავონ და არა დავყავთ შესანიშნავი პროკურორი, რომელსაც შეგადაში ჩვენ ძალიან ბევრს დავასახელებ და აი მე მინდა ნელი იასაღაშვილზე ვილაპარაკოთ. ეს პიროვნება ვახსოვს ყველას პროკურატურიდან თქვენ თანამშრომლობდით წლების მანძილზე. ხო და აი მე მინდა და მე მეც ვიტყვი ერთ-ორიოდე სიტყვას მე. ნელი იასაღაშვილი გვაკავშირებს ურთიერთობა ჯერ კიდევ ქალაქის პროკურატურიდან, როდესაც მე მუშაობდი და ისიც თვარცელი მუშაობდა არასრულწლოვანთა საქმეებზე დამკვირვებლობის პროკურორად. ის აი ერთ-ერთი დადებითი თვისება ნელი იასაღაშვილის ის იყო, რომ ყოველთვის ცდილობდა, რომ მეტი ცოდნა მიეღო, არ შემდგარიყო, არ ერიდებოდა კითხვას და ჩამოყალიბდა ძალიან კარგ
პროკურორად. Ну, მე მოგეხსენებათ ახლა როგორც ჩვენ დაგვემართა მე და ბატონ თემურს ისე დაემართა ნელია საყაშვილს დაატოვებიეს პროკურატურა და ცოტა ხანს იმუშავა თუ არ ვცდები სამხედრო პოლიციაში გამომძიებლად. და ერთი იქ იმუშაოდა ამჟამად უკვე ეწევა ადვოკატობას ეწევა ადვოკატურ საქმიანობას და კიდე მნიშვნელოვანია ბატონ თემურისიც რომ ის ძალიან კომუნიკაბელურია ჩვენს გადაცემებში გვირეკავს ხოლმე ხშირად და გამოთქვავს თავის კმაყოფილებას ამა თუ ჩვენს გადაცემებზე და ამისათვის მას მადლობა მინდა გადავუხადო. ქალბატონ ნელი თუ არასრულყოფების ხაზით მუშაობდა, ეს იყო სწორად შერჩეული საქმიანობა, იმიტომ რომ თვითონ პიროვნება ასეთი რომ აი ახალგაზრდებთან, მომავალთაობასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ის რაც მას გააჩნია და ბუნებამ უხვად მომადლა მას ეს არის სიკეთე, სითბო. ნუ რატომღაც ისე წარმოუდგენია რომ ძველ პროკურატურაში მხოლოდ ისეთი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც უცხო იყვნენ და დასარელებული იყვნენ, დაცლილი იყვნენ ადამიანური თვისებებისგან. ეს არ არის ასე. ეს ქალბატონ ნელის პიროვნებიდანაც ჩანს. მე მას აქედან მინდა მადლობა უთხრა იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი გადაცემა მას ყურადღების გარეშე არ დაუხტოვებია, გვამხნევებს, გვერდში გვიდგას და მე ვისურვებდი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე ქონოდეს ქალბატონ ნელის და ეხაროს ჩვენი ქვეყნის და მისთვის აღვარელი საქართველოს ბედნიერებით. დავით ჭადუასე ვთქვათ. დათო ჭადუასთან მომიწია მუშაობა ბატონო თემურ. ეს მაშინ მუშაობდი მე ოპერატიული სამხედრო საქმიანობაზე სამხედროს განყოფილების უფროსის მოადგილედ. დათო ჭადუა იყო პროკურორი და ვაჟკაცი კაცი, ნამდვილად ბრწყინვალე პროფესიონალი პიროვნება, ძალიან კვალიფიციური იურისტი და კარგი მეგობარი. ნუ მე დავუმატებდი იმას, რომ დავითი და მე კურსელები ვართ, ანუ სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობ. იგი ძალიან კარგად სწავლობდა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იყო ძალიან კარგი სპორტსმენი. ფეხბურთს თამაშობდა ძალიან კარგად, ახლა თავისი ფიზიკური აღნაგობიდან სერბილითაც კარგად. ხო და თქვენ წარმოიდგინეთ, იყო ძალიან კარგი თამადად. წარმოიდგინეთ კი არა, იმ გაგებით რომ სუფრაზე, როდესაც მე და ბატონი დავითი ვიყავით, ან ის უნდა ყოფილიყო თამადად და ან მე. მაგრამ ამ ბოლო ხანებში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებით ეს ფუნქცია მე გადმომილოცა, თუმცა არც მე ვარ ახლა თქვათ ისეთი ფორმაში როგორც ადრე, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა და მინდა ბატონ დავით ჭადუას, რომელიც სამეგრელოში ურთულეს პერიოდში მუშაობდა, იყო ზუგდიდის რაიონის პროკურორი, მოგეხსენებათ რომ ის ზუგდიდელია წარმოშობით. ნუ მე მოხდა იქ რომ ხანძარმა მის სახლი, მამისეული სახლი გაანადგურა, მაგრამ მას სახლი არ მიუტოვებია, თუმცა ზამთარში ახლა ამჯობინებს ბორჯომში ყოფნას და სუფთა ჰაერით ტბობას და ვისურვებდი მას, მის მეუღლეს სულ რამდენიმე ხნის წინ ჰქონდა დაბადების დღე და შესანიშნავი ხალხია, მახარებს მათი არსებობა და ღმერთმა სიკეთე და ბედნიერება ბატონ დავითს და მის ოჯახს. დავით დათო კაბანაძეზე ვილაპარაკოთ. სამგზის პოლკოვნიკია ეს კაცი. ნუ თქვენ არ გიმუშავიათ მანძილზე, დავითი პროკურატურაში მოვიდა, აი სტოვილი მოვლენები როა 90-იანი წლების მოვლენები. მანამდე იგი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, იყო იქაც პოლკოვნიკი და მე ჩვენთან რომ მოვიდა, მეს გაასამდა მისი პოლკოვნიკის. ხო. დავითი არის ენერგიული კაცი, დღესაც ჩვენს გადაცემებს სისტემატიურად უყურებს. ხშირად საქართველოში არ არის, მაგრამ მაინც ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვაჟიშვილი იქაურ ქალბატონზე იყო დაქორწინებული სამწუხაროდ მე როგორც ვიცი ზალი დაიღუპა ტრაგიკულად და შვილიშვილებთან აგზელებს ურთიერთობას და ერთი სიტყვით არ ისვენებს. მე მახსოვს მისი თავდადება, ადამიანური პოზიცია იმ ცნობილი მოვლენების დროს, რასაც საქართველოში განვითარებული სამოქალაქო ომი ერქვა. აი ასეთმა ადამიანებმა, როგორც დავით კაბანაძეა და მისმა მსგავსმა ადამიანებმა კი არ გააღვივეს
კუთხური დაპირისპირება პირიქით ხელი შეუწყეს იმას, რომ ეს არ გაღვივებულიყო და ადამიანები დაბრუნებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ცალკეულ შემთხვევაში და არაერთ შემთხვევაში ასეთი ყოფილა, როცა დავით თავის კი გადაუდვია ასეთი ამისვისა, მახსოვს მე ერთხელ წავიდა ერთ-ერთ შეხვედრაზე, იცოდა რომ აი ამ გზაზე მას ძალიან სერიოზული საფრთხე შეიძლებოდა დამუქრებოდა. ისე რომ დავით ბატონო გილოცავთ ყოველივე კარს გისურვებთ, გილოცავთ რას? გილოცავთ იმას, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაზე და მტრიჟინაზე, მე მგონი ქვეყანა და საზოგადოება მივა იმ დასკვნამდე, რომ ჩარიცხილების იალეკიდან გაანთავისუფლოს თაობა, რომელიც პროკურატურაში მუშაობდა და დღეს ელოდება უბრალოდ სახელმწიფოსგან იმის აღიარებას, რომ ეს გზა, რასაც ჩარიცხილებად ადამიანების გამოცხადება ერქვა, იყო სპეცოპერაცია, რათა ავტორიტეტული ადამიანები არ დარჩენილიყვნენ ქვეყანაში. მადლობაც კი არ მადლობასაც კი არ ვითხოვთ, კაცო. ქვეყანას უნდა ემსახურო, ეს სამალობელო რა არის, მაგრამ ის რომ ასე გალანძღულად იარსებოდა იყო და ზაღუმადურად ზევიდან გიყურებდეს ვიღაცა, ეს არ არის გამართლებული და უნდა ემსახურო, მაგრამ როცა ემსახურები და კარგად ემსახურები და აგერ მიდიხარ და ჩაგრირდეთ. ხო, ის ხალხისთვის მარტივი, ამის ვისაც ეს არ გაუვლია, კაცო. ხო. ამას სამართლებელი შეფასება უნდა მიეცეს. კი ბატონო, მოდით, ჩვენ დღეს ამით დავამთავროთ. კიდევ მეტი გვინდა დაგვესაუბრა, მაგრამ ჩვენ სხვა არ გავპოლიტიკოსდით, იმიტომ რომ პოლიტიკურ საკითხებს მიმდინარეობს ძირებული ვარ დაუწყოთ ყურადღება, სამართლების შეფასებას მივცემთ, მაგრამ იმ ჟურნალისტების გასაგებად, რომლებიც ამბობენ, რომ გაგვიჭირდება მუშაობა, მე გეთანხმებით გაგიჭირდებათ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თქვენი უფლებები რომ დაცული იყოს და თქვენი მოვალეობები რომ შეასრულოთ, მე და ბატონი მიხეილი გპირდებით, რომ უფასოდ თქვენთან ჩავატარებთ შეხვედრებს და აგიხსნით საათ რომელი კანონმდებლობით რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი საქმიანობა იყოს დაფასებული და საზოგადოებას თქვენ არ მიაჩნდეთ იმ ადამიანებად, რომელსაც შეუძლია უსაფუძვლოდ ხელყოს მათი პატივი და ღირსება. დიდი სიამოვნებით. ესე რომ ჩვენ ამ სიტყვას უკან არ წავიღებთ. არა, პირიქით. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ.